მაინტერესებს სანქციებს უკავშირდება თუ არა ეს ბიზნეს ივანიშვილის სანქციების ამ კომპანიის დაარსება, იმიტომ რომ უკვე მეოთხე კომპანია, რომელიც დაარსდა მას შემდეგ. რა თქმა უნდა. რასთან არის დაკავშირებული შეგიძლიათ რომ კომპანიის რეგისტრაცია ჩვეულებრივი საქმიანობა, ბიზნეს საქმიანობა და შესაბამისად ერთ-ერთ ბიზნეს პროექტს. ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ოლიგარქს სურს რომ მოგვაჩვენოს. სანქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დაფუძნებულ სამ კომპანიას 27 იანვარს ცოლის ეკატერინე ხვედელიძის მიერ თანაინვესტირების ფონდის სახელით რეგისტრირებული ახალი სააქციო საზოგადოება GCF საქართველოს შეემატა. მასში განთავსებული კაპიტალი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის თუ ეკატერინე ხვედელიძეს? ეკუთვნის ოჯახს. კაბატონი ეკატერინე ხვედელიძეს მოგონი ეგრეთ წერია სადამ. ეგრეთ წერია, მაგრამ ეკუთვნის თუ არა მას თუ ეკუთვნის ეს ბიძინა ივანიშვილი? არა, თქმა უნდა, კაბატონი ეკატერინეს. კაცი, რომელსაც ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ აქვს, კომპანიის დირექტორი დავით გალუაშვილია. ის ამასთანავე თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია. თქვენ არ გეშინიათ რომ სანქცირებულ პიროვნებასთან დაახლოებული, რადგან ხართ შეიძლება რომ თქვენს დაგასანქცირონ? არა, რატომ უნდა მეშინოდეს ვერ ხდები? იმიტომ რომ ის სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. არ მეშინია. დავით გალუაშვილის თქმით, მას სანქციების არ ეშინია, თუმცა ფაქტია, რომ ეშინია თავად ბიძინა ივანიშვილს, რადგან ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე დღითიდღე უფრო რეალური ხდება. ჭავჭავაძის 39-ში ქართულ ბანკის მისამართზე პანამის, კაიმანის და ბელიზის კუნძულებიდან ბოლო ერთ თვეში ოლიგარქმა 10-ზე მეტი ოფშორული კომპანია გადმოიტანა. იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე მაქინაციები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ფულის დაკარგვის საფრთხე ცხადად დაუდგა. შაბათის ფორმულა მთელი კვირის მანძილზე ცდილობდა დაკავშირებოდა სააქციო საზოგადოება GCF საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს, რათა დეტალები დაეზუსტებინა, თუმცა ისინი მითითებულ მისამართებზე არ დაგხვდნენ. საბჭოში ირინე ქინქლაძესა და ივანე ხვედელიძესთან ერთად გელა კობერიძეცაა, რომელიც 2 კვირის წინ ასევე ეკატერინე ხვედელიძის სახელზე რეგისტრირებული კომპანია ლუსოლის დირექტორია. ჩვენ ზუსტად 2 კვირაა მასთან დაკავშირებას ვცდილობთ. სახლის კარი კვლავ არავინ გაგვიღო და არც თავად გვიპასუხა ტელეფონზე. თანაინვესტირების ფონდის სახელით რეგისტრირებული სააქციო საზოგადოების დაარსების მიზეზი სავარაუდოდ ოფშორებში რეგისტრირებული ფონდისა და მის მფლობელობაში არსებული კომპანიების საქართველოს იურისდიქციაში გადმოტანაა. თუმცა ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ იურიდიულად ეს მარტივი პროცედურა არ არის, რადგან ამას სხვა უცხოური კომპანიების თანხმობაც სჭირდება. შემიძლია ვივარაუდო, რომ მათ აქვს სურვილი, რომ უცხოეთში დარეგისტრირებული ქართული აქტივები, რომლებიც ფონდის საკუთრებაშია, გადმოიტანონ ამ ქართულ კომპანიაზე, რომ რამენაერად აარიდონ თავი სანქციებს. დაახლოებით ეს იქნება 500-600-700 მილიონი დოლარის აქტივები. თუმცა იურიდიულად მათი გადმოტანა არ არის მასე მარტივი. იქ არიან დამოუკიდებელი ადმინისტრატორები, ბევრი მაკონტროლებელი ყავს ამ კომპანიებს და ასე ერთი ხელის მოსმით ვერაფერი ვერ გადმოვა. მათ შორის, ასე ვთქვათ, სხვა უცხოური კომპანიების თანხმობა ჭირდება ამას, რამდენადაც მე ვიცი, ეს თანხმობა მათ არ აქვთ მოპოვებული. ოფშორებიდან გამოქცეული ოლიგარქის ქონების გადამალვაში ჩართულ პირებს შორის ერთ-ერთი ქართულ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ქართულ ჯგუფის გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავაა. სწორედ ის არის ახლად რეგისტრირებულ კომპანიებში ოლიგარქის ოჯახის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ჟურნალისტების კითხვებს გაექცა. პასუხებიან, გაგვთ ქალბატონო ნატო. 27 დეკემბერს როგორ გაგათენებინათ ნოტარიუსთან ივანიშვილმა? ой, არა, გენაცვალე. კარგად მიდის ეს პროცესი? არ არის, არაფერს არ მალავ. კითხვებს გაექცა ოლიგარქის პირად ნოტარიუსად ქცეული ეკატერინე გვანცელაძეც, რომელიც ივანიშვილების ოჯახის კომპანიებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა დოკუმენტში ფიგურირებს. გასაკვირი არ არის, რომ მისი ოფისიც სწორედ ქართულ ჯგუფის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. მე კითხვა მექნება თქვენთან. თქვენ ბიძინა ივანიშვილის პირადი ნოტარიუსი ბრძანდებით უკაცრავად? ქალბატონო ეკატერინე უხერხულია. გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი გარემოცვისა თუ პარტიის წევრების დასანქცირება არ აღელვებს. მეტიც, მისთვის ეს სასურველიც კი არა, რადგან ამ გარემოებას მათი შენარჩუნების ერთგვარ ბერკეტად იყენებს. ოლიგარქის გარემოცვის ყოფილი წევრი ასევე პასუხს სცემს კითხვას, თუ რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეთ ივანიშვილის ოფშორებიდან გამოქცევის სქემაში ჩართულ პირებს. მათ უფრო ეშინიათ ბიძინა ივანიშვილის, შესაბამისად აცხადებენ, რომ სანქციების არ ეშინიათ. ივანიშვილის სურვილი, რომ მაქსიმალურად მეტი ხალხი დასანქცირდეს მის გარშემო, არის ძალიან მარტივი. მას უნდა რომ ეს ხალხი იყოს ბოლომდე ივანიშვილზე ჩამოკიდებული. არ უნდა რომ ვინმეს კონდეს რამე მანევრი. ანუ მათ
ერთი მხრივ გამზადებული აქვთ საქმეები პროკურატურაში, მეორე მხრივ ისინი ჩართული ყავს კორუფციაში, რომ კმაყოფილები იყვნენ და მესამე მხრივ ესენი თუ დასანქცირდებიან დასავლეთის მიერ, ანუ მათ ყველანაირი გზა მოეჭრებათ ივანიშვილის მიღმა, რომ სადმე წავიდნენ ელემენტარულად, რომ თუნდაც თავშესაფარი მოითხოვონ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში. ოფშორებიდან გამოქცევა ოლიგარქისთვის არც ისე უმტკივნეულო უნდა იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ექსპერტების შეფასებით ეს მისთვის იძულებითი ნაბიჯია, რომლითაც მას იმ სიკეთეებზე უარის თქმა უწევს, რასაც ოფშორულ ზონებში იღებდა. ოფშორულ ზონებში არსებულ მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებზე, რაც თავარია ტრანზაქციების კონფიდენციალურობაზე, უარის თქმა ივანიშვილისთვის სასახად არის უკიდურესად იძულებითი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, იქმნის გაცილებით სხვა მძიმე პრობლემებს, იმიტომ რომ ქართულ რეალობაში და ქართულ იურისდიქციაში თავისი კომპანიების სააშკარაოზე გამოტანით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი გახდება ნათელი მისი აქამდე მომხდარი თუ მომავალში ჩასატარებელი შესაძლო მაქინაციების შესახებ, მისი ამოცანაა, რომ ერთ დღეს არ გაიღვიძოს და არ აღმოაჩინოს, რომ ოფშორულ ზონებში მისი კუთვნილი კომპანიები არის დაყადაღებული, ის ვეღარ ახერხებს მის გასხვისებას, ან უარეს შემთხვევაში არის ჩამორთმეული. ეს გადასახადები ვაპატიოთ თუ გადმოვლიან და გაათეთრებული სადაც არის, მაგრამ საქართველოში თუ იქნება, უფრო გამჭვირვალე იქნება და ოფშორული კანონი ივანიშვილის დეპუტატებმა 2024 წლის გაზაფხულზე დაჩქარებული წესით მიიღეს. მედიაში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზანი ის იყო, რომ მილიარდიანი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია ოლიგარქს საქართველოში გადასახადების გადახდის გარეშე შემოეტანა. ახლა მთავარი კითხვაა, რატომ გააფორმა ივანიშვილების ოჯახმა კომპანიები საკუთარ და არა სხვის სახელზე? იყენებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ კანონს და რამდენი მილიონი ლარის შეღავათს იღებს ის? ოფშორების კანონს პირობად აქვს ჩადებული, რომ იმ საგადასახადო შეღავათების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი არის ერთ-ერთი ადამიანი. აქ უბრალოდ ეს ხდება. ის ფაქტი, რომ ქართული ეს ახალი კომპანიები, რომლებზეც ახლა გადმოაქვთ ეს კომპანიები, ისევ პირადად ბიძინა ივანიშვილის და კატერინა ხვედელიძის და უტა ივანიშვილის სახელზე რეგისტრირდება, ერთადერთი ახსნა ამას ის აქვს, რომ ეს მორგებულია ოფშორების კანონის გამოყენებაზე. ოფშორების შესახებ მიღებულ კანონს, რომელიც საგადასახადო შეღავათებს უწევს იქ ოფშორები გადმოტანილ აქტივებს და რეალურად ჯიბიდან გვაცლის ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ამ ფულს ის შემოსავალი რაც ბიუჯეტს უნდა მიეღო უბრალოდ აღარ არსებობს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ასე, თუმცა საბოლოო ჯამში სანქციებს მაინც ვერ გაექცევა. საჯარო წყაროებში მოძიებული ინფორმაციის მიხედვით მას ოფშორებიდან სასწრაფოდის კომპანიები გადმოაქვს, რომლებიც საქართველოში მის უძრავ ქონებას ფლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სანქციები ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად აქვს დაწესებული, მათი გამკაცრების შემთხვევაში ის მის ოჯახის წევრებსა და კომპანიებზეც გავრცელდება, რაც მის აქტივებსა და ქონებას წამგებიანად აქცევს. ეს გადააფორმა ის კომპანიები საქართველოში, რომლებიც ფლობენ მის აქაურ რეზიდენციებს. მაგალითად, აბასთუმნის რეზიდენციას, თბილისის რეზიდენციას, იმიტომ რომ ეს რეზიდენციები უძრავი ქონება კომპანიების ფლობელობაში და შემდეგ ამ კომპანიებს ფლობს ოჯახი. ფლობდნენ ოფშორების გავლით. ახლა ოფშორები ჩაეხსნა და ფლობენ ქართული კომპანიების გავლით. და ეს ყოველდღე ხდება ახალი გადაფორმებები, ეს ძალიან დინამიური პროცესია, რაც ასევე ჩვენთვის მიანიშნებს, რომ ის არ იყო მზად ამისთვის და ახლა უწევს დაჩქარებული მეთოდით საჯარო რეესტრში ღამის 9 საათზეა გატარებული ზოგი ოპერაცია, ანუ ძალიან ის აქტიურად მუშაობს ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ისი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას, დასანქცირების შემთხვევაში ეს აღმოჩნდება, ასე ვთქვათ, მკვდარი ქონება. ნებისმიერი შემძენი, ვინც სანქცირებულ კომპანიასთან დაიჭერს ურთიერთობას, რა თქმა უნდა, თავად აყენებს რისკის ქვეშ, სანქცირების რისკის ქვეშ საკუთარ ბიზნესს და საკუთარ თავს და ამის გამკეთებელი არავინ. ანუ დღეს უკვე ივანიშვილს ისედაც სერიოზული პრობლემები აქვს და კეთროვანია, როგორც ბიზნესმენი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქცირებული, ხოლო მისი კომპანიების სანქცირების შემდეგ მათ შორის მისი ქონებაც აღმოჩნდება აბსოლუტურად უსარგებლო. ოლიგარქს უდიდესი რეპუტაციული ზიანის გარდა ფინანსური თუ იურიდიული საფრთხეც ემუქრება. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული სანქციების გაფართოებით ან ბრიტანული სანქციების დაწესებით ისინი ოლიგარქის კომპანიებზეც გავრცელდება, ქართულ ბანკებს მოუწევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ადგილობრივ კომპანიებთან ურთიერთობა გაწყვეტონ, რამაც შესაძლოა იქ დასაქმებულ ადამიანებზეც იმოქმედოს. ამ შემთხვევაში ქართულ ბანკებს, საქართველოს ბანკს და TBC ბანკს მოუწევთ ბიძინა ივანიშვილის აქაურ კომპანიებთან გაწყვეტონ ურთიერთობა.
ეს რას ნიშნავს, რომ ამ კომპანიებში, გალერეა თბილისში, აქსის თაუერში, სასტუმროებში, პარაგრაფში და სხვა კომპანიებში, Heidelberg Cementში და სხვებში დასაქმებული ათასობით ადამიანს შეიძლება შეექმნას პრობლემა ელემენტარული ხელფასის აღების. თუ ეს ადამიანები TBC-სა და საქართველოს ბანკით იღებენ ხელფასს. სანქცირებული ბიზნესი, სანქცირებული ადამიანები ნიშნავს შემდეგ რაღაცას. არავინ მათთან არ იჭერს ბიზნეს ურთიერთობას. უკვე არსებული კონტრაქტები წყდება, უკვე არსებული ფრენჩაიზები წყდება. Visa და Mastercard მაგალითისთვის ვალდებულია რომ შეაჩეროს ტრანზაქციები უბრალოდ ონლაინ ვერ გამოიწენენ, Amazon-დანაც კი ვერ გამოიწენენ საკუთარი სახელით. საბანკო სექტორის სანქცირებულ ოლიგარქთან თანამშრომლობის შემთხვევაში ქვეყნისთვის სავალალო შედეგებზე საუბრობენ დარგის ექსპერტები. ჩვენი საბანკო სექტორი დღევანდელი მდგომარეობით მთლიანად ინტეგრირებულია დასავლურ სტრუქტურებში, თუმცა ამავე დროს იქნება ეს ევროს თუ დოლარის გადარგრიცხვა თუ სხვა ტრანზაქციები, ორი ამერიკული და ერთი ევროპული ბანკი უზრუნველყოფს მთლიანად აი ამ ხიდს ჩვენს და ევროპულ სტრუქტურებს შორის. ამიტომ ძალიან საშიში არის ქართული ბანკებისთვის რაიმე ფორმით ორმაგი სტანდარტის დაცვა, ისინი ამას ვერ გააკეთებენ, ძალიანაც რომ უნდოდეს ამ სტრუქტურის პირობებში და დარწმუნებული ვარ, რომ არ გააკეთებენ მათი უმეტესობა ყოველ შემთხვევაში. ეს გარდა იმისა, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილს აზიანებს ფინანსურად, რა თქმა უნდა, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის, ზოგადად ქვეყნის რეპუტაციისთვის, როდესაც მისი მინისტრი, ან წამყვანი თანამდებობის პირები, ან მისი დე-ფაქტო მმართველი არის სანქცირებული, ეს ქვეყნის იმიჯზე, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ უაყურყოფითად დაისახება, რის ზეგავლენასაც ნელ-ნელა ყველა ჩვენგანი ვიგრძნობთ. ფაქტია, რომ ოლიგარქი საკუთარი ქონების გადარჩენას ცდილობს და მხოლოდ ქართული იურისდიქციას, ანუ მის მიერ დაქვემდებარებულ სტრუქტურებს ანდობს. ფაქტია ისიც, რომ ყველა უწყება მას ერთგულად და მუხლჩაუხრელად ემსახურება. გასაგებია, რომ აქ არც ერთი მარიონეტი და ვერც ერთი მარიონეტი ვერ გაუბედავს ივანიშვილს უარის თქმას, ვთქვათ, რაღაც ქონების გადარეგისტრირებაზე, შეცვლაზე სტატუსის და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა შესაძლებელია აღმოჩნდეს საფუძველი სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფოს სანქციების მარტივად რო ვთქვათ, დღეს ივანიშვილი ზრუნავს საკუთარი ქონების უსაფრთხოებაზე, საკუთარი ქვეყნის საფრთხეში ჩაგდების გზით. ეროვნული ბანკი დაკავებულია ბიძინა ივანიშვილისთვის ზოდების ყიდვით და მერე სქემების მოფიქრებით, როგორ უნდა გადასცეს, სად უნდა დამალოს და სად უნდა შეინახოს. უბრალოდ არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც მარტივ ენაზე რო ვთქვათ, ტალახში არ ამოსვარა ამ ადამიანმა და მათ შორის რა თქმა უნდა არც ეროვნული ბანკია გამონაკლისი ჩემ და სამწუხაროდ. წლების მანძილზე პროპაგანდის მიერ შექმნილი ბიძინა ივანიშვილის როგორც ქველმოქმედისა და მეცენატის სახე, რომელსაც თითქოს საქართველოში ქონების დაგროვების არანაირი ინტერესი არ აქვს, ფაქტია, რომ უკვე დაინგრა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებლის თამთა მიქელაძის თქმით, მიმდინარე პროცესით მტკიცდება, რომ ოლიგარქი ცდილობს ქვეყანას საკუთარი ფულისა და ქონების შესანახადგილად აქციოს. ქვეყანაში რუსული გავლენების გატარებისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების დასაცავად ქვეყნის საგარეო კურსიც კი შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ის, რომ მას აქვს გარკვეული ქონებრივი ინტერესები რუსეთში და შესაძლოა უფრო ფართო ეკონომიკური ინტერესები, ხო, რომელსაც ვერ ვხედავთ. მეორეს მხრივ ის, რომ ივანიშვილმა პრინციპში გაზარდა ბოლო წლებში განსაკუთრებულად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე ის სულ უფრო და უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის ქვეყანას რუსეთის ფაქტორზე. და ხო, მას პრინციპში სხვა გზა არც დარჩება. ანუ ის იმდენად ღრმა კრიზისში და კონფლიქტში შევიდა დასავლეთთან, ხო, რომ მას სხვა გზა არც რჩება, რომ რუსეთზე გახდეს პირადად დამოკიდებული ამ მთელი ქვეყანაც რუსეთზე გახადოს დამოკიდებული. ადამიანების ღირებულებების ფეხქვეშ გათელვის, მათი დასახიჩრებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცების ხარჯზე საკუთარი ქონების შენარჩუნება, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი საზრუნავია. თუმცა ეს სათუო არც არის, მან პირდაპირ და გასაგებად გვითხრა.